ძალიან ბევრი coach-ისგან მესმის, რომ უნდა ჩართო შენი შინაგანი ბავშვი, იმისთვის რომ უფრო ბედნიერი გახდე. რაღაც მომენტებში კი 100%-იანია, მაგრამ მაინც ძალიან საფრთხო რჩევა არის, იმიტომ რომ 10-დან 9 შემთხვევაში რეალურ ცხოვრებაში შენ უნდა ჩართო შინაგანი ზრდასრული. რატომ? იმისთვის რომ იმუშაო მაშინ, როცა შინაგან ბავშვს არ უნდა მუშაობა, იმისთვის რომ გააჩერო ეგ ზუსტად შინაგანი ბავშვი, როცა დაძინება არ უნდა, როდესაც დილით ადრე გაღვიძება არ უნდა, ზუსტად იმ შემთხვევაში გშველეს შინაგანი ზრდასრული. როდესაც მუშაობ მიზნებზე, მაშინ, როდესაც შინაგან ბავშვს უნდა სკროლვა, არაფრის კეთება, არაჯანსაღი საკვების მირთმევა, ამიტომაც შინაგან ზრდასრულს უფრო უნდა მიხედო და გაუფრთხილდე ვიდრე შინაგან ბავშვს. ნუ ბალანსი უნდა დაიცვამო. რავი, რამეში თუ არ მეთანხმები და რამეში არასწორი ვარ, დაწერე კომენტარებში და თუ მეთანხმები და სწორი ვარ, ეგეც დაწერე, გამისტორდება მაგრაც.